Საფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხრელად მორიგი შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თბილისის, კახეთის, ასევე ქართლის სამედიცინო და საფთიაქო დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაციაზე იმშელეს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მუშაობს. საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მომზადებული ცვლილებების პაკეტი უკვე წარადგინა. კონფერენციის ძირითადი იდეა კარგად დაფიქრდეს არა მარტო ექიმი, არამედ მოსახლეობა. არის თუ არა საჭირო ყველა შემთხვევაში ანტიბიოტიკის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ამ მხრივ ინფორმაცია იქნება მიწოდებული ყველასათვის, ეს მნიშვნელოვნად გააუვიოს დაავადების მართვას, გააუმჯობესებს გამოსავალს დაავადების და რაც ყველაზე მთავარია, შეამცირებს იმ დიდ საფრთხეს, რაც დაკავშირებულია კონკრეტულად ანტიბიოტიკის რეზისტენტობასთან. საფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ცვლილებები ხორციელდება ეტაპობრივად. პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, როცა 6 ჯენერიული დასახელების მედიკამენტზე გამკაცრდა კონტროლი, კერძოდ ეს მედიკამენტები გადავიდა მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტიდან პირველი ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტის რიგში და ისინი დაექვემდებარა მკაცრ კონტროლს, კერძოდ მათზე განხორციელდება ისეთივე კონტროლის რეჟიმები, როგორიც არსებობდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. მე მივესალმებით თუნდაც დღევანდელ გამართულ ღონისძიებას, რომელიც პირველ რიგში ჩვენთვის არის ექიმებისათვის ინფორმატიული და ამას ჩვენ გავმახსოვთ ადგილებზე. უფრო მეტი მუშაობა საჭირო ამ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული. მას არანაირი პრობლემები ამ თვალსაზრისით არ აქვს. ერთადერთი დასაწყისი ალბათ ექიმს მოემატება ისევ დატვირთვა.